ევთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზით შეფასებები და გამოხმაურებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. არ ამგონია რომ ქართულ ოცნებასთან დიდი რამბების საქმეად იყო ჩამოსული. ეს წარმომადგენლები როგორც წესი ჩამოდიან მოლაპარაკებებზე, რომ კიდევ ცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე, რასაც მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ქვია. გაფრთხილებების მიმღები, შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში. ევთოსის დასკვნები რაც იყო, პირველი დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნების მეორე დღეს, ან მესამე დღეს თუ სწორად მახსოვს და შემდგომ თვენახევრის თავზე იყო არსებითად განსხვავებული ერთმანეთისგან და ბოლო დასკვნა მიუთითებდა კატასტროფული დარღვევების შესახებ, რომელიც არსებობდა და ლეგიტიმაციის პრობლემა ამით შეექმნა ქართულ ოცნებას. აი ეს რაღაცა გაუთავებელი ფაფხური, რაღაც კორდებალეტი, რომ ვიღაცა მაინც ჩამოიტყუონ აქ და ვიღაცას მაინც ჩამოართვან ხელი მოტყუებით, უკვე ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ევთო არის საკმაოდ ფართო ფორმატის ორგანიზაცია და ფართო მანდატის ორგანიზაცია, რომელიც მაგალითად იგივე პიროვნება გენერალური მდივანი წინა თვეში იყო მოსკოვში. ანუ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც წევრებიც არიან როგორც დემოკრატიული, ისე არადემოკრატიული ქვეყნები. მანდატი, რომელშიც ეს კაცი აქ ჩამოდის, საერთოდ არ ეხება რაიმე ფორმით აღიარება, არ აღიარება, ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციის საკითხს. ეს ეხება რაღაც უსაფრთხოების საკითხებს და ესეთ ფართო მცნებებს. ამიტომ ამ კაცს აქ ვიზიტი არაფერს არ შეცვლის ქართული ოცნებისთვის. ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს არსებითად საინტერესო არ არის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც ძირითადად მოღალატეობრივი ქმედებებით და სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით და უცხო ქვეყნიდან კარნახით არის დაკავებული. რაც შეეხება შეხვედრებს, იცით რომ საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვდა, პარლამენტში გაიმართება შეხვედრები და რა თქმა უნდა მისასალმებელია ამ ტიპის ვიზიტების საქართველოში. მაგრამ ერთი იყო უკვე აი ამ დღევანდელ ეტაპამდე სერიოზული შეხვედრა, სერიოზული დიალოგი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრაქტიკულად ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია ერთი მხრივ, იმიტომ რომ რეალობას ვერ არიქვავენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები, ადამიანთა გაერთიანებები და მეორე იმითია ცუდი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია, მართალია მცირე რესურსით, მაგრამ მოლოდინი არის კიდევ შენარჩუნებული იმისა, რომ დახმარება deep state-ის მხრიდან, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან კიდევ ექნებათ.